არის თუ არა გამოკვეთილი რაღაც კონტურები, საით შეიძლება წასულიყო, წავიდეს უკრაინასთან დაკავშირებით პროცესები და თქვენ აღნიშნავდით, რა შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი და თუ შეიძლება აი აქედან განვაგრძოთ კვლავ ჩვენი საუბარი. დიახ, დიდი ალბათობით ესე იგი საუბარია იმაზე, რომ არსებული ფრონტის ხაზი გაიყინოს, ის ტერიტორიები, რომლებიც აქვს ოკუპირებული რუსეთს, დარჩეს რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ, რა თქმა უნდა, იურიდიულად ეს ისევ იქნება უკრაინა, მაგრამ ფაქტობრივად რუსეთი იქნება ამ ტერიტორიების გამკარგავი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს აქვს დაკავებული კურსკის ოლქის გარკვეული ნაწილი და თუ ისინი იქიდან გამოვლენ, შესაძლოა იმით გამოივაჭრონ გარკვეული ტერიტორია, რომელიც უკვე რუსეთს აქვს დაკავებული და საბოლოო ჯამში სავარაუდოდ ამერიკული გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ აი ფრონტის ხაზის გასწვრივ მოხდეს სიტუაციის დასტაბილურება სამშვიდობო ძალების მეშვეობით, რომლებიც უნდა დააკომპლექტონ ძირითადად ევროპულმა სახელმწიფოებმა. აი აქ მოდით დავსვათ კითხვა. არის თუ არა პრაგმატულად ეს უკრაინისთვის სასარგებლო მორიგება, თუ კი ასეთი რამ შედგა? რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო ჯამში კარგი სცენარი, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ეს შეიძლება იყოს გამოსავალი, ხო? აი როგორც ვთქვათ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ მოხდა სიტუაციის დასტაბილურება, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. ეს რა თქმა უნდა არ იყო სახარბიელო საბოლოო ჯამში საქართველოსთვის, მაგრამ იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ჰქონდა, მოხდა ცეცხლის შეწყვეტა, ხო? აი ასე რომ დავსვათ საკითხი მეტად აწყობს ეს წინადადება, შეიძლება ასე დაისვათ საერთოდ საკითხი? უფრო მეტად დარჩება მოგებული რუსეთი, თუ მაინც და მაინც შედარება გვინდა, მაგრამ უკრაინაც გარკვეულწილად იქნება მოგებული იმ თვალსაზრისით, რომ ეს ომის ცხელი ფაზა შეწყდება ამ გეგმის მიხედვით, ხო? ოღონდ ჩვენ ახლა ისე ვთქვათ, რომ ჰიპოთეტურად ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გეგმა განხორციელდება. აქვე გითხავთ მაშინ, აი თუ ჩვენ ვსაუბრობთ გარანტიებზე, რაღაც ტიპის გარანტიებზე არის ძალიან ძიმე გამოცდილება. მაგალითად 90-იანი წლების დასაწყისის, როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა ყოფილიყო გარანტირებული, მისი დამოუკიდებლობა და ხო კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ტერიტორიული მთლიანობა და ამის გარანტორებად გამოდიოდნენ დიდი სახელმწიფოები დასავლეთიდან. მაგრამ საბოლოო ჯამში 2024 წელს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს გარანტიები არ მუშაობდა, არ იმუშავა ამ გარანტიებმა. ახლა უკრაინას რა ტიპის გარანტია შეიძლება მისცენ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც რუსეთი ამოისუნთქავს, ისევ იგივე პროცესი არ წავიდეს, როცა მისი სახელმწიფოების დამხობას მიუბრუნდება? დიახ, ეს 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის პრობლემა იყო ის, რომ იყო უბრალოდ ზეპირი დაპირება, ну, ხელმოწერილიც იყო, მაგრამ ამას არ უმაგრებდა ზურგს არანაირი კონკრეტული ქმედება. ამ შემთხვევაში გარანტია, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტურად საუკეთესო გარანტია იქნებოდა უკრაინის ნატოში მიღება, იგივე თქვათ, გერმანული მოდელით, როგორც მოხდა თქვათ, გერმანიის მიღება 1955 წელს, ფაქტობრივად დასავლეთ გერმანიის, მაგრამ თეორიულად მთელი გერმანიის და 1990 წელს მოხდა უკვე მთლიანად ფაქტობრივად გერმანიის ნატოში გაწევრიანება, აღმოსავლეთ გერმანია როცა შევიდა, მაგრამ აქ სამწუხაროდ საუბარი არის იმაზე, რომ უკრაინას უარი ათქმევინონ ნატოში გაწევრიანებაზე. აი ესეთ ვითარებაში თუ ამაზე მოუწია უკრაინას წასვლა, ერთადერთი გარანტია არის, აი რაც ვახსენე, სამშვიდობო ძალების განთავსება შეიარაღებული ფრონტის გასწვრივ. ეს ტექნიკურად ორგანიზაციულად ძალიან რთული ამოცანა იქნება, იმიტომ რომ ძალიან დიდ ტერიტორიაზე ვსაუბრობთ და თუ ევროპული სახელმწიფოები დათანხმდებიან, მათ მოუწევთ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჯარის გაგზავნა ამ სამშვიდობო კონტინგენტის ფარგლებში. თუ აი ამას დავამატებთ, არ იქნა არანაირი სამშვიდობო ძალები, მაშინ შეიძლება გამეორდეს ზუსტად წინა წლების შეცდომები, რომ რუსეთმა უბრალოდ გამოიყენოს რამდენიმე წელი იმისთვის, რომ დაგეგმოს
ახალი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ. ანუ თუ იქ არ იქნება სამშვიდობო ძალები, ისინი მარტივად შეძლებენ ამ თავდასხმის გაგრძელებას და ერთი შეკითხვა ჩვენი საუბრის მიწურულს, რაც ბუნებრივია, ეხება საქართველოს ვერაუვლით ამ თემას, აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, ჩვენ გულისხმობ სახელმწიფოს საზოგადოებას და მეორე მხრივ ივანიშვილს აქვს თავისი ინტერესები, მისი ინტერესებია ძალაუფლების ისე შენარჩუნება, რომ და ჩვენ საფრთხეს გვიქმნის, რომ ფარდის იმ მხარეს აღმოჩნდეთ, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროდ დარჩება. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის სასურველი სცენარი რა შეიძლება იყოს აი ამ დიდი მოლაპარაკებების დროს და არსებობს თუ არა რაიმე შესაძლებლობა, რომ საქართველოს კონდეს რაღაც ტიპის ასე ვთქვათ, თავისთვის სასურველ სცენარში მონაწილეობის მიღების საშუალება. რთულია ეს იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება ეგრეთ წოდებული პრაქტიკულად რუსეთის მხარესაა ამ ამბავში. სამწუხაროდ ივანიშვილმა და ქართული ოცნების რეჟიმმა მთლიანად ჩახსნა საქართველოს უკრაინისგან და მოლდოვისგან და თუ უკრაინაზე რაიმე შეთანხმება შედგება, ჩვენ სამწუხაროდ ვიქნებით გამოთიშული ამ შეთანხმებიდან. ახლა სასურველი რაც იქნებოდა, პრინციპში შემიძლია გავიმეორო, ეს იქნებოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანება, აი ეგრეთ წოდებული გერმანული მოდელით, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს უკრაინის შემთხვევაში, ქართული ოცნება ეცდება ეს გაასაღოს რუსეთის გამარჯვება და აგოროს ესეთი პროპაგანდა, რომ აი დასავლეთმა მიატოვა უკრაინა და გაამართლონ თავიანთი ეს რუსეთთან მიტმასნების და კოლაბორაციის პოლიტიკა და ეს საკმაოდ დიდი პროპაგანდისტული ნიაღვარი იქნება და მე მგონი ამისთვის საზოგადოება უნდა იყოს მზა და ინდიკატორი იქნება ის, რომ უკრაინა თუ მიიღებს გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებს მაინც გამოვა რომ უკრაინა გადარჩა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ცუდი იქნება ის რომ ჩვენზე არ გავრცელდება იგივე მოდელი. ანუ ჩვენ ისევ დაუცველები ვრჩებით რუსეთის წინაშე თან იმ ფონზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ შეწყვიტა გამოდის რომ მოლდოვა მიპოვა თავისი გზა, უკრაინა შეიძლება გადარჩეს უსაფრთხოების გარანტიებით თან და აი საქართველოს ნაწილში. ხო, მოკლედ ვნახოთ რა როგორ იქნება. დიდი მადლობა თქვენ ანალიზისთვის.